ძირფასო ტელემაყურებლებო წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმარს ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარს დეკანოს გიორგი თევდორაშვილს. დაგლოცეთ მამაო. Ერთმა დაგლოცოთ მშვიდობიან დილას გისურვებთ ყველას. დიდი მადლობა თქვენს ასევე. მამაო, უკვე ცარიელდება დედაქალაქი, მიაშურებენ ადამიანები სხვადასხვა დაბებს, სოფლებს, საკურორტო ქალაქებს და პრინციპში თქვენ ამ საკითხზე უკვე ისაუბრეთ ნაწილობრივ, მაგრამ ვინაიდან ეს საკითხი ძალზედ აქტუალური ამ დროისთვის, იქნებ გავაგრძელოთ თემა და ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იცხოვროს ეკლესიურად, გააგრძელოს ეკლესიური ცხოვრება ქრისტიანმა მორწმუნემ, როდესაც გადის ქალაქიდან დასასვენებლად. ჩვენ ვისაუბროთ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანმა ნამდვილად არ იცის, რომ როცა წოვებს დედაქალაქს, საკუთარ ოჯახს, ასევე მისი ოჯახია ეკლესიაც, ხო? მისი ოჯახის წევრია მოძღვარიც. და სასურველია მივიდეს მოძღვართან, თავად მოძღვარს უსურვოს დასვენება, როცა კურთხევა გამოითხოვოს მისგან, ანუ რა ხდება, რომ როცა მან გარკვეული თანხა მოაგროვა, შეარჩია ადგილი, სადაც მან უნდა დაისვენოს, ამ ყველაფერს სჭირდება განსაკუთრებულად ღვთის შემწეობა ბუნებრივია, ხო? რომ მამაო, მე მინდა ჩემი დასვენება იყოს ნაყოფიერი, სულიერიც და ხორციელიც. აი ამიტომ საჭიროა არა სიმბოლურად ავიღოთ კურთხევა, არამედ გარკვეული ესე ვთქვათ, გეგმა შევადგინოთ, როგორ დავისვენოთ. და ამ გეგმის შედგენაში შედის სულიერი დასვენებაც, სულიერი მოღვაწეობაც. და ამაში დაგვეხმარება ჩვენ მოძღვარი. ანუ მოძღვარი გვეტყვის რა წავიკითხოთ, როგორ ვილოცოთ, რომელ ტაძარში მივიდეთ, რომელ მოძღვართან და როგორ გავატაროთ ჩვენი დასასვენებელი დრო, რომელიც ღმერთმა მოგცა ნამდვილად. აი შემთხვევები, როდესაც ბრუნდებიან ისინი, ჩვენი მრევლი და აცხადებენ გაუცებულები, რომ ვერ მოიცალეს მათ ეკლესიაში მისასვლელად. ვერ მოძებენ ეს ეკლესია ძალიან შორს იყო, ან ის მოძღვარი, რომელიც იქ მოღვაწეობს, არ იცნობენ მას და ვერ შეკადრეს მასთან აღსარების თქმა, ვერ მივიდნენ. ეს ძალიან ცუდია. ჩვენთვის არის ცუდი, იმიტომ რომ ჩვენი მრევლი შემდგომში მართალია ხორციელად გალაღებული, დასვენებული, მაგრამ სულიად აფურაქებული ბრუნდება. და თვეები ჭირდებათ ამ ადამიანებს სექტემბრიდან დეკემბრის მარხვამდე, რომ ჩამოყალიბდნენ, დასწნარდნენ, დამშვიდნენ და ისევ აღადგინონ სულიერი წონასწორობა უფლის წინაშე. ამიტომ მე მგონი არ არის ძნელი და აუცილებელიც არის, რომ მივიდეთ მოძღვართან, როცა კურთხევა გამოითხოვოთ, მოძღვარმა დაგლოცოს, მიგვითითოს, შეგვახსენოს ჩვენი სულიერი და ხორციელი მოვალეობანი და დამშვიდებულნი გავეშუროთ და დავისვენოთ და ეს დრო, რომელიც ღმერთმა მოგცა ჩვენ დასვენებისთვის, გამოიყენოთ ნაყოფიერად. მე იმედი მაქვს, რომ თუ ამას ასე გავაკეთებთ, ძალიან ნაყოფიერი იქნება ჩვენი დასვენება. და მეტიც, უფრო შინაარსიანი, ჩვენ იქიდან რომ დავბრუნდებით, მე მოძღვარს მოუყვებით, აი სხვა მოძღვართან, როგორ თქვით, აღსარება, როგორ მოინანია ჩვენი ცოდვები. ჩვენ ხომ განებივრებული ვართ ჩვენს მოძღვარებთან. მაინც შინაურული ურთიერთობა, ჩვენი მოძღვარი, ჩვენი ახლობელია. აბა სხვა მოძღვართან თქვი აღსარება, რა საინტერესოა, ის მოძღვარი როგორ დაგლოცავს, როგორ მოგეფერება, როგორ მიგიღებს, როგორც სტუმარს, ჩაგიხუტებს და იქიდან ჩვენ დავბრუნდებით უფრო ბედნიერები. აი მე ვფიქრობ, ვინც ამას ასე გააკეთებს, აუცილებლად იქნება გაყოფილი და გახარებული. მე ტელემაყურებლებს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია 911808. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და ჩვენი საუბრის თემასთან დაკავშირებით მამა გიორგის მიმართოთ შეკითხვებით. მამაო, ზოგ ადამიანს, ზოგ მორწმუნეს ახასიათებს ერთგვარი მიჯაჭვულობა მოძღვრისადმი და არ შეუძლია სხვა მოძღვართან წავიდეს და აღსარება თქვას და ხშირად ისეც ხდება, რომ მოძღვარი არ აძლევს ლოცვა კურთხევას, რომ სხვასთან მივიდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვევით გვასწავლის იესო ქრისტე, არავინ არის მამა ღმერთის გარეშე და არავინ არის სხვა მოძღვარი იესო ქრისტეს გარეშე. ყველა ჩვენთაგანი სულიწმიდის მადლით დაგვადგინა ღმერთმა მოძღვრებად, მაგრამ არა ისე თქვათ, რომ მე ვარ შენი მოძღვარი და დამთავრდა ჩემს იქით, არასხებობს სხვა მოძღვრება და სხვა მოძღვარი. რა თქმა უნდა, სხვა მოძღვრება მაცხოვრის მოძღვრების გარეშე არასებობს, მაგრამ თუ შენ ყავს შენი მოძღვარი, ეს აუცილებელია და კარგია, მაგრამ არის პერიოდები ეკლესიაში, როცა შენი მოძღვარი გადაიყვანეს სხვა ქალაქში ან სხვა რაიონში, ან შეუძლოთ არის, ან ჯვარისწერია და გარდაიცვალა. ხომ არ უნდა დარჩე მოძღვრის გარეშე. ეს გამოდის, რომ ადამიანი უფალთან კი არ მიდის და უფალი კი არ მოძღვრავს მას, უკვე ის ადამიანისგან იღებს დამოძღვრას მარტო. ასეთი მდგომარეობა არის დამღუპელი და ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც აღარ დადეს ეკლესიაში მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მოძღვარი აღარ არის იქ. და გამიგია, რომ აი მე თქვა, მე სხვა ქადაგებას ვერ მოვისმენ, სხვა მოძღვარს ვერ ჩავაბარებ აღსარებას, არ შემიძლია სხვასთან თქვა აღსარება. მათ უბრალოდ არ იციან, რომ ჩვენ აღსარებას ვიძახით იესო ქრისტეს წინაშე.
და მოძღვარი ჩვენი არის ადვოკატი, რომელიც გვეხმარება, რომელიც გვიმსუბუქებს ჩვენს წოდებს. რა თქმა უნდა, სხვასთან რას ქვია, სხვა ქრისტე ხომ არ არსებობს, არა? თუ გვაქვს ჩვენ განცდა ჩვენი წოდების, ჩვენ მას იესო ქრისტეს წინაშე ვიძახით, ხატთან, ჯვართან და სახარებასთან. და მოძღვარი, რომელიც ჩვენი მოძღვარია და უნდა იყოს კიდეც ის გვიმსუბუქებს, გვეხმარება, გვაძლევს კონსულტაციებს, მაგრამ თუ ამ შემთხვევაში ის მოძღვარი არ არის დედაქალაქში, ან გასული, ან შეუძლოთ არის და ასე შემდეგ, უნდა შეგვეძლოს ჩვენ, რომ მივიდეთ ნებისმიერ მართლმადიდებელ მოძღვართან და როგორც ჩვენს მოძღვართან ვიყავით, ასე ახლოს თქვათ მასთან აღსარება, რა თქმა უნდა, უფლის წინაშე და ჩვენ ამით ძალიან ბევრ სულიერ სარგებელს მივიღებთ. და რა ისე თქვათ, რომ მე ვერ მოვისხმენ სხვა აღძვლის ქადაგებას, მათ გონიათ, რომ სხვა მოძღვარი არ ქადაგებს, სხვა მოძღვარი არ წირავს და მისი წირვა სხვანაირია, მისი მოძღვრის წირვა სხვანაირია, იმ ეკლესიაში ნაკლები მადლია, ამ ეკლესიაში მეტი მადლია, იქ ბევრი ხატებია, აქ ცოტა, იქ ხმაურია, აქ სიწყნარია და სადაც გემოთმოყარობას წააგავს ეს ყველაფერი. მე მინდა მადლი მივიღო. დამთავრდა, რომელ ეკლესიაში მივიღებ, ეს უკვე ჩემი პრობლემაა. და ის რომ თქვა, ეხლა მე დავიწყო რაღაც განკიქება, აქ ესე არ არის, იქ ისეა, ნახე როგორ ხმაურობენ, თავზე არაფარია, ჩარვალი აცვიათ და ასე შემდეგ. ესე ადამიანი მიდის როგორც რევიზორი და არა როგორც მოლოცველი ხანდახან. და უყურებს მოძღვარს, თქვათ, რომ აი, ჩემი მოძღვარი უფრო კარგად ქადაგებს, ჩემი მოძღვარი უფრო კარგად გამოიყურება, უფრო მაღალია, უფრო ლამაზია, ჩემი სულიერი დები და ძმები უფრო განათლებულები არიან და ესე იგი მთელი წირვა ლოცვა ატარებენ არა ღვთის დიდებაში და ღვთის სიყვარულში, არამედ კრიტიკაში, განკიქებაში და რაღაც გარკვეული შენიშვნების მიცემაში. და ეკლესიიდან გამოვდივართ, როგორც უკვე მებაჟეები. რომ აი თქვა ჩვენ განვიკითხეთ, არაფერი არ მოგვეწონა და მე ამას ბუნებრივია ჩვენ სხვას უყვებით, უკვე რაღაც ჭორაობას ემსგავსება ეს ყველაფერი. ის ბრალია, უსიყვარულობის ბრალია, უმეცრების ბრალია, რომ ჩვენი მოძღვარი, როგორც გითხარით, არის იესო ქრისტე და არა მარტო დედაქალაქში, ხო? აი ამიტომ ჩვენ რო წავალთ ეხლა და დავისვენებთ, ხო? უახლოეს ეკლესიას მიაშურეთ, მიდით მოძღვართან და ნახეთ როგორი სიყვარული დაგხვდებიან იქ. და გაიცანით ახალი სულიერი დაძმები და რაღაც უკვე მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდება. ჩვენ რაიონში გეყოლება სულიერი მეგობრები. ისინი რომ ჩამოვლენ თბილისში, მოვლენ ჩვენს ეკლესიაში და ჩვენი ქვეყანა ასე გამთლიანდება უფრო და შეიკრება ქრისტეში გაძლიერდება და განახლდება ეს ყოველივე. და რა ისე თქვათ, რომ აუ მე სოფელში ვიყავი და რა დონია იქ და არ მომეწონა და ან ქადაგება რას გავდა, ან ლოცვა რას გავდა, ან რა ხმაური იყო და ასე შემდეგ. ჩვენ რა ვიცით ვინ როგორ ქადაგებს, ვინ როგორ ლოცულობს და როგორი მდგომარეობა ეკლესიაში. მადლი ხო ყველა ეკლესიაში თანაბარია. რა თქმა უნდა მადლია. რა თქმა უნდა ყველაფერი კარგად უნდა იყოს, მაგრამ ეხლა ნუ მოსთხოვ ეხლა ისეთ მსახურებას სოფლის მოძღვარს, როგორც წმინდა სამების ტაძარშია, ხო? რა თქმა უნდა მე არავის არ ვაყენებს რაიონში შეურაცხყოფას, მაგრამ თუ ისეთი სიდიადე არ არის, ისეთი სილამაზე არ არის, ისეთი ბრწყინვალება არ არის, როგორც დედაქალაქის ტაძრებში, ნუ განვიკითხავთ, ხო? ნუ დავბრკოლდებით ამის გამო. იმ მოძღვარს როგორც შეუძლია, ისე ქადაგებს, ისე იმოსება, ისე მოძღვრავს და ისე ატარებს წირვას. და ჩვენ იქიდან არ უნდა წამოვიდეთ, როგორც გითხარით, აი ესე დამძიმებული და მე უყვებია საკუთარ მოძღვარს, რომ იცით მამაო, აი აღარ გამიშვა სხვაგან რა თქვათ, მე იქ არ მომეწონა, ასე იყო, ისე იყო და სამწუხაროდ ბევრი მოძღვარიც უსმენს ამას მე და აბა როგორ იყო, არანაირად იყო. ამაზე კრინტი არ უნდა დაძრას არავინ. თუ რაღაც არ მოგვეწონა, არ არის ეს ჩვენი საქმე. ჩვენ იქ მადლი მივიღოთ, თქვათ, აღსარება, ვეზიაროთ, გავიცნოთ, იქ მყოფი მრევლი, დავმეგობრდეთ მათთან და ის დრო ერთი თვე იქნება თუ ორი თვე, გავატაროთ მათთან სიყვარულში. მათთან ჩვენი თქვათ მეტი გამოცდილება გავუზიაროთ. აი რაღაცა არ მოგწონს, იცი როგორ ვთქვათ მათ, რომ აი უკეთესი ხომ არ იქნება თქვათ, რომ ეხლა გავჩუმდეთ, უკეთესი ხომ არ იქნება თქვათ ეს წავიკითხოთ. თუ შენ მეტი იცი და მეტი გინახია, მეტი იქადაგე და მეტი შეახსენე და მეტი ასე თქვათ მოეფერე ადამიანს და არა ისე როგორც დღეს ჩვენ რაღაც ამრეზილები და ასე თქვათ ცხვირაწეულები გამოვდივართ ხშირად სხვა ეკლესიებიდან და სხვა მოძღვართან ურთიერთობიდან. ეს არ არის სულიერება, ეს არის მოპატიეთ განკითხვა და ეს არის ჭორაობა. და თუ ადამიანი ისეთ ადგილას მოხვდა, სადაც ძალიან შორს არის თქვათ ტაძარი. ახლა კი იშვიათად არის ეგეთი ადგილები, სადაც ტაძარი არ არის, მაგრამ თქვათ მაინც მოხვდა. მაშინ რა? ღმერთი ხო ყველგან არის. ამ შემთხვევაში უნდა წავიღოთ ლოცვანი, პარაკლისების წიგნი, დაუჯდომლების წიგნი, საეკლესიო კალენდარი, ყოველ დილით სანამ თქვათ ჩვენ დავისვენებთ და გავერთობით, წავიკითხოთ იმ დღის წმინდანის ცხოვრება. წავიკითხოთ დაუჯდომელი ან პარაკლისი იმ დღის წმინდანის ან დღესასწაულის. ამას ჭირდება მაქსიმუმ მინიმუმ 9 საათი 15 წუთი. და შემდგომში დავისვენოთ საღამოს, როცა უკვე მოვალთ, ასევე წავიკითხოთ დღის სახარება წავიკითხოთ. წმინდანის ცხოვრება წავიკითხოთ, უამრავი ლიტერატურა არსებობს, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია გავეცნოთ. და დამთავრდება ისე მალე გავა ჩვენი დასვენების ჟამი,
რომ ხელში არაფერი აღარ დაგჭირება, ხო? ნარჯობია რომ სულმაც დაისვენოს და ხორცმაც დაისვენოს. მე მგონი უფრო ჰარმონიული იქნება, უფრო გონივრული იქნება, უფრო შემეცნებითი იქნება ეს ყველაფერი და იქიდან დარეულები კი არ ჩამოვართ, არამედ ხორციელად და სულიერად გაწონასწორებულები და უფრო გაჯანსაღებულები დაუბრუნდებით ჩვენს ეკლესიებში. დიახ. მამაო, აი ის რომ თქვათ სხვადასხვა მოძღვარს მუდმივად ვაბარებდეთ აღსარებას. ანუ არ ყავდეს ერთი კონკრეტული მოძღვარი და ერთსოდვას ერთ მოძღვართან მოვინანიებთ, მეორეცოდვას მეორე მოძღვარი. ეს უკვე რა თქმა უნდა თავის მოტყუებაა, რომ ერთ მოძღვარს ერთი აღსარება უთხრათ, მეორეს მეორე. ყველა ადამიანს უნდა ყავდეს პირადი მოძღვარი, ეს აუცილებელია, ამას არავინ არ უარყოფს. და როცა ჩვენ მოძღვარი რაღაც სოდვას გვიკრძალავს, თქვათ, აი, ერთ და იგივეს განკითხვაში ვართ სულ, თქვათ, ხო? და გითხრა მოძღვარმა, აღარ განეკითხო, თორე არ გაზიარებ. ამ დროს ჩვენ მაინც განვეკითხეთ, ხო? და უკვე მივდივართ მოძღვართან და უმალავთ, რომ ისევ განკითხვაში ვიყავით. და მე სხვა მოძღვართან მივდივართ, მოვიმიზეზებთ იმას, რომ ვერ ვნახეთ ჩვენი მოძღვარი და იმ დარჩენილ ცოდვებს ვეუბნებით სხვა მოძღვარს. და ამ დროს არ არსებობს ადამიანს სინდისმა არ შეაწუხოს. რომ სინდისი აუცილებლად ამხილებს და ის ცოდვა მას, რომელიც დაუმალა საკუთარ მოძღვარს, ვერავინ ვერ აპატიებს. იმიტომ რომ ეს ფარისევლობაა და იტყუება ადამიანი. ადამიანს ეპატიება ცოდვა მაშინ, როცა ის ნანობს და არის გულწრფელი, მაგრამ როცა მოძღვართან მალავს, ესე იგი ის არ განიცდის ამ ცოდვას. რამდენჯერაც წავიქცევთ, იმდენჯერ უნდა აუდგეთ. და უნდა გვახსოვდეს დავით მეფსალმონის სიტყვები, რომ უსჯულოება ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე შენს არს მარადის. რომ დავით მეფსალმონად კი არ დამალა, ან აღიარა ეს ყველაფერი და მოინანია და ჩვენ როცა ხანდახან კეკლუცობენ სულიერი მოძღვრის წინაშე, რატო იცით? უნდა რომ მოძღვარს წარმოაჩინოს თავი კარგად, რომ მე ერთგული პატიოსანი კარგი სულიერი შვილი ვარ, რაღაც შელამაზებულ აღსარებას უყვებიან მოძღვარს, რომ ქებადიდება დაიმსახურონ და რაღაცებს მალავენ. და რაღაცებს გონიათ რომ ზეთისხების დროს ეპატიება თქვათ, დავიწყებული ცოდვას ხალხური ტერმინი შემოვიდა, რომ დავიწყებული ცოდვების პატიება თურმე ხდება თისხების საიდუმლო სახსრულების ჟამს. ასე რეალურად ეს ასეა თუ არა? რა თქმა უნდა არ არის, იმიტომ რომ მაგიურად ღმერთი არაფერს არ პატიობს ადამიანს. თუ არ გახსოვს ეს რა თქმა უნდა ამას მოძღვარი ამბობს მიტევების ლოცვის წაკითხვის ჟამს ნებსით და უნებლიეთ, მაგრამ თუ შენ დამალული ცოდვები გვაქვს და არ იძახდი შენ მოძღვართან და გონია რომ ამას მე შენ ისე ავტომატურად გაპატიებენ, ეს უკვე არის რაღაც მაგიური დამოკიდებულება, ეს არის ცრუ სწავლება. არ არსებობს შენ დამალული არ გაცხადებული ცოდვა, რომელიც შეგნებულად შენი აპარტაუნების და გამო დაუმალე მოძღვარს და მე ეთისხებით ის გაპატიოს ვინმე. ასე თუ იქნება, მაშინ ძალიან ბევრი ქრისტიანი გაზარმასდება და იტყვის რომ მოდი ახლა ამას ვიტყვი, ამას არ ვიტყვი, ეს მაშინ მეპატიება, ეს ახლა მეპატიება და მაპატიეთ და ეს უკვე იქნება რაღაც სხვა არასწორი დამოკიდებულება ეკლესიაში. ამით ძალიან ბევრი ქრისტიანი დაიღუპავს სულს. უნდა ვიყოთ გულწრფელი მოძღვრის წინაშე და ასევე რა თქმა უნდა სხვა მოძღვრის წინაშეც, თუ ჩვენი მოძღვარი ამ დროს არ არის იქ. დიახ, ანუ ჩვენ ამ პარტავნების გამო ვმალავთ ცოდვებს, ხო შეიძლება რომ მორიდების გამოც დავმალავთ. ძალიან ბევრმა ადამიანმა მიატოვა მოძღვარი, რატომ? რომ მოძღვარმა რომ ერთი და იგივეზე ესაუბრა და ვერ შეაგნებინა, იმდენად აპატიმოყარია და პარტავანია რომ აღარ უნდა რომ მოძღვართან მივიდეს, რომ როგორ უთხრა ერთი და იგივე ცოდვა ჩვენს მოძღვარს. ნახეთ რამხელა რამეა ეს, რომ აი უკვე ძვირფას ადამიანს დააშორა საკუთარმა ცოდვა. იმდენად უყვარს ეს ცოდვა, რომ ცოდვა დაიტოვა და მოძღვარი განიშორა. დიახ. წარმოვიდგინეთ ამ დროს ხომ მას უფალი განეშორება და არა მოძღვარი. ვის ჭირდება დამალვა? ღმერთმა ყოველივე უწყის. ღმერთი ყველგან არის და ყველგან ყველაფერს ხედავს. და თუ ადამიანს გონია რომ ის რამეს მალავს და ვერ იძახის, ეს არის პატივმოყვარეობა. ეს აქედან გამომდინარე პატივმოყვარეობა არის დედა ამპარტავნების. ეს რომ ვიცოდეთ, ეს არის აუცილებელი და როცა ვიქნებით გულწრფელი და ვეტყვით რომ მამაო, მე არა ვარ ღირსეული სულიერი შვილი, მე ძალიან ცუდი სულიერი შვილი ვარ შენი, შემეწიე, ილოცე ჩემზე, დამეხმარე, რა წავიკითხო, რომელი წიგნები წავიკითხო, რომელი ლოცვები წავიკითხო, რომ მე დავდგე ამ პარტავნებაზე და პატივმოყვარეობაზე მაღლა. ვინც შრომობს, ის აუცილებლად მიიღებს ნაყოფს. აი ნახეთ რა სამოს გრიგოლ ნოსელი მე-4 საუკუნეში მარადის საკუთარ თავზე მაღლა. ეს არის მთელი ჩვენი ცხოვრებისეული მიზანი და თუ ჩვენ საკუთარ ცოდვებზე, საკუთარ პატივმოყვარეობაზე, დიდების მოყვარეობაზე, ვერცხლის მოყვარეობაზე და უამრავ ცოდვაზე მაღლა ვერ დავდექით, ვიქნებით აი ძველი აღთქმის ებრაელი ერივით, რომლებიც გარეგნულად კარგად გამოიყურებოდნენ, მაგრამ შინაგანად იყვნენ ტაცებელები და ცოდვილები და მათ მაცხოვარი უწოდებს თეთრად შეფეთქილ საფლავებს.
იგივე შეიძლება ითქვას ჩვენზე გარეგნულად ლამაზი, კარგი ქრისტიანები ვართ, ბევრი, მაგრამ შინაგანად ცოდვის მონები და ძალიან შორს უფლისგან. ეს უნდა ყველას გვახსოვდეს, რომ ღმერთი ხედავს ჩვენ შინაგანს. ადამიანი ხედავს გარეგანს, მაგრამ ღმერთი ხედავს ჩვენ შინაგანს და ღმერთს ჩვენი შინაგანი აინტერესებს. გარეგანს ყველა ხედავს, ხო? თავარია ჩვენი შინაგანი და ჩვენი შინაგანი რა არის? სული შემოსრული, გული შემოსრული, დამდაბლებული ღმერთთან არა შეურაცხყოფს. აი ეს არის მთავარი, აი ეს არის მოძღვართან ურთიერთობა, აი ეს არის ჩვენი დასვენება, ეს არის ჩვენი ეკლესიური ცხოვრება და ეს ყველგან უნდა ასე იყოს. და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი მრევლი ნაყოფიერად გაატარებს ამ დღეებს. ეს სიცხე იქნება, მთაში იქნება, ტყეში იქნება, ზღვაზე იქნება, არავინ არ იცის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თუ უფალთან სიახლოვე გვექნება, თუ უფალთან სიახლოვეს ვიგზნობთ ჩვენ ლოცვით, ყველაფერი კარგად ჩაივლის და ნაყოფიერი იქნება ჩვენი დასვენება. დიახ, აქ რომ განგვიმარტოთ, რას ნიშნავს დასვენება ქრისტიანისთვის და როგორ უნდა დავიცვათ ზომიერება ამ დროს? საერთოდ ჩვენთვის ძალიან ნაკლებად გასაგებია დასვენება, რაც ქვია, იმიტომ რომ ქრისტიანის ცხოვრება არის მოღვაწეობა, არის ასპარეზი. ჩვენ დასვენებულები ვიყავით 60 დღეში. და იქ რა თქმა უნდა ჩვენ გამოგვაძებეს, იმიტომ რომ ჩვენ შევცოდეთ, დავარღვიეთ უფალთან ურთიერთობა და ქრისტიანის ცხოვრება არის მოღვაწეობა, არის ასპარეზი, არის 60 დღიდან გამოძეულება და პავლე მოციქული, პეტრე მოციქული, ყველა მოციქული, განსაკუთრებით პეტრე ამბობს, რომ ღვთის მოშიშებით გავატაროთ ჩვენი ცხოვრების ამ სოფელში ჩვენი ცხოვრების ჟამი და ღვთის მოშიშება დასვენებას არ გულისხმობს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ სხეულში, ჩვენ არა ვართ ანგელოზები, ანგელოზები არ ისვენებენ, ანგელოზები 24 საათი ადიდებენ ღმერთს, მაგრამ რადგანაც ჩვენი სული არის სხეულში, ამ სხეულს ჭირდება ხანდახან დასვენება. და ამიტომ ეკლესია არ კრძალავს დასვენებას, მაგრამ როგორც გითხარით, ნაყოფიერი დასვენება. არა ისე რომ თქვა 100% დავისვენოთ ხორციელად და 10%-იც არ დავისვენოთ სულიერად. აუცილებლად მინდა შევახსენო ყველას მაცხოვრის სიტყვები, რომ ხორცი არის უძლური და სული არის ძლიერი. სული რო იყოს ძლიერი, უნდა კარგად ვილოცოთ, რომ ხორცმაც კარგად დაისვენოს. აუცილებლად ასე იქნება და ზოგს დასვენება გონია ცნებებიდან დასვენება. ლოცვიდან დასვენება გონია დასვენება. ნუ ეკლესიური ცხოვრების რა თქმა უნდა, ესე იმას გონია, რომ თბილისში რომ იყო იმდენი იარა თელი წლის განმავლობაში, იმდენჯერ თქვა აღსარება, იმდენი ზიარება მიიღო, რომ ეხლა უნდა დაისვენოს. მას გონია, რომ ეს იყო საქმე და ეს ვალდებული იყო ამის. ეს მოთხოვნილება უნდა იყოს და არა ვალდებულება, ხო? იცი რა, მე თელი წერი ვიარე წირვაზე და ეხლა დამასვენეთ რა. ესე არ შეიძლება. სულის მოთხოვნილება უნდა იყოს ეს და თუ ჩვენი წირვა ლოცვაზე დასწრება და აღსარების თქმა სულის მოთხოვნილება არ არის, მაშინ ეს ფარისეულობაა და მოგწყინდება და აღარც თბილისში ვივლით მე ეკლესიაში და აღარც სოფელში. და სამი წირვის გაცდენა მე როგორც მსმენია, უკვე მრევლად აღარ ითვლები, ხო? ეკლესიის ეს მკაცრებიც ნოიქნებით ელისაბედ, ხო? ჯულის კანონში მართლა ასე წერია, რომ სამი კვირის განმავლობაში თუ მრევლი არ გამოცხადდა ეკლესიაში, უნდა რა თქმა უნდა მოძღვარმა კითხოს რატო და თუ მან ვერ დაასაბუთა რატო, მან უნდა დატოვოს სამრევლო. ეს რომ მართლა ასე აღსრულდეს დღეს ჩვენი ტაძრები დასარიელდება, ხო? ასე ვერ მიუდგებით ამას აკრებია, ამას ქვია აკრებია, ზედ მიწევნით ყველაფრის შესრულება. ჩვენ უფრო ეკონომიას ვიცავთ, ანუ რაღაც გარკვეული შეღავათები, რაღაც გარკვეული, იცით რა არის, მოდი გავითვალისწინოთ, რომელ საუკუნეში ცხოვრობთ და რა პირობებში. და ასე მკაცრად მოუთხოთ ადამიანებს რა. 21 საუკუნეში, აი ამ პირობებში, ამ სეკულარიზმის პერიოდში, ხო, როცა ძალიან რთულია ეკლესიური ცხოვრება, ადამიანს ეტყვი, რომ შენ სამი კვირა რა ხან გააცდინე, არ დაგინახო ჩემო თვალებმა, ცოტა უხერხული იქნება, ხო? პირიქით უნდა მოვეფეროთ, უნდა ჩავიხუტოთ, უნდა კითხოთ, რატომ არ იყავ, ჩავხიდოთ თვალებში. მარტო კანონებით საუბარი და შულის კანონით საუბარი ადამიანს დააბკოლებს და შეიძლება ხვალ დაცარიელდეს ეკლესია, თუ ასე მიუდგებით ყველას, ხო? მაგრამ არც ისე რომ თქვა ყველაფერი ეკონომიით იყოს და აკრებია გვერდზე გავწიოთ და არა უშავრა შვილო, რა თქმა უნდა, მე რა მოხდა, არც ყველაფერს გამარტივება და გაუბრალოება არ შეიძლება. მართლმადიდებლობა არის ზომიერი ცხოვრების წესი. არცა მარცხნივ, არცა მარჯვნივ. ანუ სამეუფეო გზაზე სიარული. ხან აკრებია კარგი, ხან ეკონომია კარგი, მაგრამ ყველაზე კარგი არის უფლის სიყვარული და უფალთან ურთიერთობა. სიყვარულით და არა ვალდებულებით. არა თქვა აი მე ახლა უნდა გამოვცხადდე წირვაზე. პირველზე კი არ უნდა გამოვცხადდე, უნდა სიყვარულით მიხვიდე. აი როგორ მიხვდეთ, რომ ჩვენი სულიერება რა მდგომარეობაშია. თუ ადამიანს არ უნდა წირვა ლოცვაზე დაასწრება და ეზარება და ეჩვენება, რომ დიდხანს გრძელდება წირვა ლოცვა, ესე იგი მას
ღმერთი არ უყვარს. თუმცა საწყის ეტაპზე ეს ადამიანებს ხშირად ემართება. მე არ მაქვს ლაპარაკი იმაზე, ვინც ახალი მოსულია, მაგრამ თუ უკვე წლების განმავლობაშია დადიხარ წირვა ლოცვაზე და შენ წირვა ლოცვაზე ყოფნა არ გინდა და გეჩვენება რომ ეს არის უკვე მტანჯველი და ყველაფერი უნდა შემცირდეს, შემოკლდეს, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ძალიან შორსა ვართ უფალთან ურთიერთობის. ჩვენ უნდა გვიხარდეს, ჩვენ სულს უნდა უხაროდეს, ერთი სული უნდა გქონდეს, რომ წირვის ბოლოს მოძღვარი რაზე იქადაგებს. რომ ზიარება მიიღო, რომ მე თქვა თეოლოგია მიიღო, ჯვარზე იამბო, რომ მოძღვარს ხელზე იამბო და დატანჯული კი არ უნდა გამოხვიდე წირველოცვიდან, გახარებული უნდა გამოხვიდე, რომ რაც მიიღე, მე იქადაგო და გადასცე სხვას. ახარო ასე თქვა. და რა ისე თქვა, რომ აუ რამდენი ხანი იქადაგა მოძღვარმა, რამდენი ხანი გრძელდება კაცო ეს ლოცვები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჯერ ჩვენ რას ვატარებთ? ძალიან შემცირებულია ყველა წირველოცვა. ჩვენ ყველაფერს ვამოკლებთ ვიცით ერის მდგომარეობა, მაგრამ კიდე რომ შემოკლდეს და კიდე რომ შემცირდეს წირველოცვა, არაფერი აღარ დაგჭირდა მე, ხო? არაფერი აღარ დარჩება და ჩვენ წირველოცვა კი არ უნდა შევამციროთ ხალხის თვის, არამედ ხალხი უნდა მივიყვანოთ იმ მდგომარეობამდე, რომ მისთვის ეს სასიხარულო, სასიამოვნო და კარგად გასაგები იყოს ეს ყოველივე. თუმცა ეკლესია აკეთებს ამას, რომ ჩვენ ვამცირებთ ხშირად პერლოცებს. დიახ. მამაო, ჩვენ ცოტა დრო გრჩება, თუმცა აუცილებლად მინდა ერთი შეკითხვა დაგისვათ. მეორე ბლოკში, მესამე ბლოკში გადაცემის სტუმრად გვეყოლება ექიმი ზურაბ ვარაზი და ჩვენი საუბრის თემა იქნება კლინიკური სიკვდილი. ნუ ბატონი ზურაბი განმარტავს ბიოლოგიურად და ფიზიოლოგიურად რა მდგომარეობაშია ამ დროს ადამიანი და თქვენ მინდა გკითხოთ ადამიანის სული რა მდგომარეობაშია კლინიკური სიკვდილის დროს. რა არის ძალიან ბევრი ადამიანი დღეს ექსტრასენსი, პარაფსიქოლოგი, ექიმი, ძალიან ბევრი საუბრობენ ადამიანის სიკვდილზე, ძალიან ბევრი ყვითელ პრესაში არის რჩევები. და მე მინდა ყველა მიცოდეს ეკლესიური შეხედულება სიკვდილის შესახებ, არა მამა გიორგის აზრი თქვა, ანა რომელიმე ექიმის, არამედ სიკვდილი ეს არის ადამიანის არაბუნებრივი მდგომარეობა. რომ სიკვდილი ღმერთს არ მოუგონია. ეს არის ნაყოფი ჩვენი ცოდვის. ვიცოდეთ, ღმერთმა სიკვდილი არ შექმნა. რაცა ღმერთია მარადისობა, სიკვდილი რა უნდა სიკვდილს, ხო? მაგრამ სიკვდილი იქნა გამოწეული ადამიანის დაცემის შედეგად, როცა მან შესწოდა, შემოვიდა სიკვდილი. ადამიანი არის ორი სამყაროს წარმოადგენელი: ხორცი, სხეული და სული. როცა ადამიანის გარდაცვალება ხდება, სული გაეყრება ხორცს. მაგრამ ერთ რამე ვიცოდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არავის არ ეგონოს, რომ რადგანაც სული გაეყარა ხორცს, თითქოს სული უკვე თავის ნებაზე იწყებს მოქმედებას. ეს არ იყოს ვიღაც გონია რაღაც სარკეში შეიძლება თქვა დარჩეს, ანუ რაღაც ასტრალში ვერ გავიდეს და გაჩერდეს. ღმერთი ადამიანის სულს არ მიატოვებს, ყველამ კარგად იცოდეთ ხალხო რა. იგივე კლინიკური სიკვდილი, ან დროებითი სიკვდილის უფლისნებით ხდება. რატომ? რაღაც ფოკუსი კი არ არის ეს. ვინმე შეშინება კი არ უნდა ღმერთს, ეს არის ღვთის ჩარევა ადამიანის ცხოვრებაში, რომ რაღაც სამხილებლად, რაღაც კარგი გაიგოს ამ ადამიანს. ანუ ღმერთმა დაანახა, მას არაფერი არ სწამდა, არ ჯეროდა შეიძლება, არც არაფერი ესმოდა და დაანახა, რომ შენ გაქვს სული და სული რომ დატოვებს შენ სხეულს, იცოდე რა ცხოვრება გელოდება მერე შენ. რაღაც გარკვეულ პერიოდში აჩვენებს და ისევ აბრუნებს მერე სხეულში სულს ღმერთი. მაგრამ ვიცოდეთ, რომ არანაირ არაწმინდა ძალას არ აქვს ხელმწიფება ადამიანის სულზე, თუ უფალმა არ დაუშვა ეს. როგორც კი ვიცით, ადამიანი დაიბადება, ხო, მას იცით რომ ახალ დაბადებულ ღრმას არ შეუძლია დამოუკიდებელი გადაადგილება. ასეა ადამიანის დაბადებული სული. თორსა ადამიანი გარდაიცვალება, მისი სული არის ჭვილი მდგომარეობაში და ანგელოზები იქნებიან მოგზავნილი უფლისგან და ეს ანგელოზები მას გარკვეულ ასე ვთქვათ, ადგილებს მოატარებენ. ასე რომ რაღაცა უფლისნების გარეშე სული გადაადგილდებოდეს, ან მოხეტიალე სულებს ეძახიან, ვთქვათ, ესეთ რამე არ არსებობს. ეკლესია ესეთ სწავლებას არ იცნობს, რომ აი ეს გარდაიცვალა და მისი სული საფლავზე ცხოვრობს, იქ წავიდა, აქ წამოვიდა. ეს უკვე უწესრიგობა, ეს ქაოსია მაშინ. წესრიგი არის ღმერთისგან დამყარებული, როგორც ადამიანის ცხოვრებაში, ასევე მის გარდაცვალებაში. და ეს ალბათ მომავალში ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, მესამე დღეს რა ადგილებში გადის, მე-9 დღეს, მე-40 დღეს და ასე შემდეგ. არსებობს 64 და არსებობს ოჯახეთი. მათ შუა არაფერი არ არსებობს. სხვა დანარჩენი ეგრეთ წოდებული ადგილები, მწვანე ველები, მთები, ტბები და ოკეანეები და რაღაც რაც ადამიანებს უნახიათ, ეს არის ყველაფერი ადამიანის ფსიქოლოგიური რაღაც გარკვეული ილუზიები. და არა თქვათ, ეს არარეალური სამყაროა. და ადამიანს მე გონია რომ იცი, მან ნახა ყველაფერი კარგად იყო და გონია რომ 64 ნახა და ყველაფერი კარგად იქნება. ასე არ არის. ამ საკითხებზე საუბარს ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ. ძალიან სერიოზული საკითხია და მას მომავალში. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. დაგლოცეთ მამაო. დაგლოცეთ. მაყურებლებს შევახსენებ, გადაცემის სტუმარი იყო ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი.